მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანამ საქართველოს მართავს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის სპორტი არ აშენდება. მე მგონი გუშინელი ბრიფინგის მერე ყველაზე უკანასკნელი ესეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი ვისაც აი ეს რაღაცა 10 წლიანი ტყუილის ეპოპეა უკვე ყელში არ ამოუვიდა და კიდე რაღაც სიმედი აქვს. მე მგონი გუშინელმა ბრიფინგმა ეს ხალხის დაარწმუნა იმაში რომ არ იქნება. არ იქნება სამი ივანიშვილი არ იქნება, იმიტომ რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსების ინტერესებს ამ რეგიონში, ჩვენი მტრის ინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ემსახურება რუსების ინტერესებს. შეიცვალა, ხო, როცა ხაზარაძე აკეთებდა ამ პროექტს და უთხრა, როგორც თვითონ ყვება, რომ ივანიშვილმა უთხრა, რომ აქ რა უნდა ამერიკელებს რა უნდა ჩავს ზღვაშიო. ხო, ამ ამბების მერე ომი მოხდა და ხა რუსეთი ამის ომის წაგების პირასარი და იქნებ ივანიშვილმაც ასე ვთქვათ შეაფასა უკვე სხვანაირად რუსეთის გავლენა მაგალითად შეიცვალა არაფერი ერთი ტერმინია რუსეთი სუსტდება მოდი ასე ვთქვა გავიგე ოღონდ რუსეთი სუსტდება რუსეთი ომს აგებს ოღონდ ანაკლიის სპორტი არა გვაქვს 2016 წელს დაიწყო ამ 14 წელს დაიწყო დაგეგმა 16 წელს დაიწყო მუშაობა დღეს არის 2026 წლის 7 ივლისი და ანაკლიაში სპორტი არ არის სპორტი კი არ არის გავერანებული ტერიტორიაა ჩვეულებრივი გაუდაბნოებული ნაკურორტალი საპორტად გამზადებული ნაქალაქარი არის არაფერი არ აშენებულა იმიტომ რომ რუსების ინტერესებში არ შედის და ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რა ვიცი შეგახსენებ რომ ამ ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე როდესაც იყვნენ თავარი აქტორები ანაკლიის კონსორციუმში და ანაკლიის კონსორციუმი იყო ერთადერთი სწორი ფორმა იქ სპორტის აშენების, იმიტომ რომ აი ეს არ შეცვლილა კიდე. საქართველო მაშინაც იყო ღარიბი ქვეყანა და ეხაც ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ ერთი ააშენოს ასეთი სპორტი. როგორ არის, კაცო, ხა წინა იმაზე საუბრობდით, თუ მართლა ერთად ირაკლი ყობახიძემ წარმოადგინა ანგარიში, სადაც ნაჩვენებია რომ 2020 წლიდან მართლაც უპროცენტო ზრდა გვაქვს. 22 წლიდან საერთოდ საშუალოდ 10%-ია მე მგონი ეკონომიკური ზრდა. გავიგე რა რამდენიც არ უნდა იყოს, სულ 15% იყოს ზრდა, საქართველო კიდე ბევრი წელი ღარიბი ქვეყანა იქნება. ანუ ეს საერთაშორისო ეკონომიკური სტანდარტი აქსიომა ჯერჯერობით საქართველო არის განვითარებადი ღარიბი სახელმწიფო. ეს ესე ამას ვერ შეცვლით. იმიტომ რომ ესეთი არის უბრალოდ რა ვიცი ეკონომიკა ესე იზომება. ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაწვდება სპორტის მშენებლობას ერთი და მეორე სპორტის ექსპლუატაციას. 220 მილიონი გვინდა თქვა კრივიშვილმა. როგორ შეიძლება რომ 220 მილიონად გააკეთოს რამე კარგი კრივიშვილმა, როდესაც ვიცით რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ მანამ სანამ დოლარის ინფლაციაც ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზე იყო 600 მილიონი დოლარი ჟდებოდა სპორტის მშენებლობა და ოპერირებაში შეშვება. როგორ შეიძლება რომ დღეს 200 მილიონი დოლარად გააკეთოს? გეტყვი როგორ შეიძლება რომ 200 მილიონად გააკეთოს ის ქართულმა უცნებამ, რაც 600 მილიონი ჟდება? გითხრა? კი. ზუსტად ისე გააკეთებს 200 მილიონად, როგორც გააკეთა გრიგოლეთის მონაკვეთი საქართველოს თბილիս-ბათუმის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. 7ჯერ ხიდი ჩაინგრა ამ მონაკვეთში. ესე გააკეთებს სავარაუდოდ. გააკეთებს ისე, როგორც რიკოთის შუაში რო ერთი მონაკვეთი არის, ტირალა მდინარე რო არის, საშვილიშვილო გზა ავაშენეთ, რამოდენიმე 100 მილიონი დოლარია დახარჯული და მონაკვეთი არის, სადაც ნებისმიერ ნალექის დროს მთელი მთატირის. ესე ააშენებს ისე როგორც ააშენებს წერეთლის გამზირი, რომელიც ყველა წვიმის დროს აი ამ მომენტში, როდესაც მე და შენ ვლაპარაკობთ, იტბორება. რამე რთულს კი არ ვამბობ, კანალიზაცია რთული კონსტრუქცია, როგორც აღმოჩნდა, კანალიზაციისთვისაც კი კანალიზაციის. სანიარღვრე არხზე გენალაპარაკებ, სანიარღვრე არხზე, არაფერზე, უბრალოდ რომ დრენაჟი გაკეთდეს და ეს გავიდეს. ვერ აშენებს. ეგრე გააკეთებს 200 მილიონად. კიდე რა გითხრა, რამდენი მაგალითი არის მაგისი. ზუგდიდში რო სტადიონი შენდება უკვე რამდენი წელია, 15 წელია მე მგონი. ისეთ სტადიონი, ოღონდ თან ისა მაყურებელი მას ვერ ხედავს მოედანს. ესეთ სტადიონი ეგრე ააშენებენ ალბათ, კი. რავი, კიდე რა გითხრათ, აბა ისე ააშენებენ როგორც თბილისის ცენტრალურ პარკს. აი ეხაც რო შენდება. აქედან ახლოს არის, მე თუ გავიდეთ, ეხაც შენდება. რამდენი ხნის წინ დაგგვირდნენ? სადღაც 8 წლის წინ. ბოლოს ყواشენებენ. არა აშენებენ. არ არის ფაქტი რა რითი შეიძლება შეხედე არსებობს ორი ამბავი, ერთი რწმენა და რწმენის საკითხი შეიძლება იყოს, ოღონდ რწმენის საკითხიც ახლა რა ვიცი, რატო შეიძლება რომ ამის გწამდეს და მეორე არის რაღაც მეცნიერული დაკვირვება. მეცნიერული დაკვირვება ესეთი რაღაც პარკს ვერ აშენებენ, მერაბ. პარკს ვერ აშენებენ, ხიდს ვერ აშენებენ, გზას ვერ აგებენ, სკოლები საქართველოში მოსწავლეები
კატასტროფული 10,000-ობით მოსწავლე არის. 10,000-ობით მოსწავლე არის მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მეოთხე და მეხუთე წლაში სწავლობს. იცი რატო? იმიტომ რომ სკოლები დაანგრიეს და მის ადგილას ახალი სკოლები ვერ ააშენეს. ეხლა ეს ყველაფერი მარტო უნიათობის ბრალია, რა ჩამოგითვალე? არა, რა თქმა უნდა, ეს არის უნიათობის ბრალი, ეს არის კორუფციის, ენდემური კორუფციის ბრალი და მესამე ეს არის უბრალოდ არაინტერესებთ. ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ააშენონ თუ არა ააშენონ. ფეხებზე კიდია ივანიშვილს და მის გუნდს ბავშვი სკოლაში მეოთხე სვლაში ივლის თუ არ ივლის მთელი სკოლის და სასკოლო პერიოდის მანძილზე. 10 წელი გავა ბევრი ბავშვისთვის ეხა და მე-12 წელი, 12 კლასი მოუხსნეს ალბათ მაგიტო რომ სკოლას ვერ უმთავლებენ და ბარემ ერთ წლის ნაკლების სწავლის ისაც არაფერი იქიდან არ გამოდიჟო და 11 წელს ჩახურავს ბევრი ბავშვი ამ ქვეყანაში 1000-ობით, რომელიც თავის სკოლაში ნამყოფი არ არის. ან იმ სკოლაში რომელშიც დაიწყო სწავლა, იქ მე ვეღარ მივიდა. ეს ხალხი აშენეს რემონტი ვერ დამთავრდა. სპორტი, ხო და რემონტაზე არის ლაპარაკი. სკოლებს ვერ რემონტებენ, ხიდები ენგრევათ ერთმანეთის მიყოლებით, გზას ვერ აკეთებენ, რავი, კორპუსს ვერ აშენებენ. ვერაფერს ვერ აკეთებენ. მეტროში წვიმა ჩავიდა კიდევ. მეტროს სადგური,ავლაბრის მეტრო, აგრეთვე, ხო, 6 წლიანი. დღეს არის 26 წელია. 3 წელიწადში ავაშენებთ პორცო. 5 წელიწადში 6 წელიწადში აშენებენავლაბრის მეტროს სადგურს უბრალოდ. მეტროს კი არ გაყავთ ხო, მეტროს გაყვანა რთული პროცესია. სადგურს აშენებენ და ვერ ააშენეს. და შენ მეუბნები სერიოზულად რომ ან რწმენის საკითხი შეიძლება იყოს, ან იმისი რა ქვია, ხო, ეხა არჩევნების დრო არ არის რომ თույლი დაპირებები გაეცა და თვითონ გამოვიდნენ წარადგინეს. და წაგიკითხო, მე მგონი შენთან აღარ მომიწევს მაგის საკითხვა, იმიტომ რომ გუშინ შენთან იყო ბატონი მამუკა კაცდაძე რეზიუმეში და წაგიკითხა, ის ჩამოვლების სტენოგრამა არის. ანუ რაღაცა 4 წლიანი თუ 5 წლიანი სტენოგრამაა, განცხადებებს ოფიციალურს, რომელიც არცად მოძება არ მოგიწევს, პირდაპირ შეგიძლია ნებისმიერი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საიტზე შეხვიდე და კომუნიკეა, პრეს კომუნიკე და ნამონაწილეობა. მალე აშენდება. დაიწყო, იწყება აქ არის დღეს გამოვიდა რომ არა ძმაო ეს ყველაფერი ტყუილი იყო. არაფერი სიმართლე არ იყო, რასაც ღარიბაშვილი, დავითაშვილი, კობახიძე, კარსელაძე, რა ქვია ამ გოგოს ქრივიშვილი, ესენი ყველანი რასაც კპირდებოდნენ, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თან ამ გოგოს ესეთი სახე ქონდა თითქოს აქამდე არ არსებობდა, ეხა გაჩნდა ამ ყველაფერში, ამ ამბავში ეს გოგო ეხა გაჩნდა, გამოვიდა და თქვა რომ აი ყველაფერი რო ვიპოვეთ ის რაც არის. თავარია ლენდლორდის პრინციპიო, ეს რაღაც აი 90-იანი წლების იაფფასიანი აფიორასავით არის. რაღაცას რო ინგლისურ სახელს დაარქმევ, უცხო სიტყვას და კარგად რო ჟღერს. ლენდლორდი ნიშნავს ბინის მეპატრონის, ადგილის მეპატრონის, გასაქირავებელი. ჩვენი იქნება და გავაქირავებთო. და სანამ დააქირავებ, ოჯახაშენებული ხონდა ააშენო. და ამიხსენით რა ააშენეს? რთულ კონსტრუქციას არ ვამბობ, მე რა. უნდა ყველას ეს მოშო, პორტი არის რთული კონსტრუქცია. ახლა რიკოთი ააშენეს ასე თუ ისე. არა, რიკოთი ვერ ააშენეს, მე რა. რიკოთი ვერ ააშენეს. ორი მაგალითი მოგიყვანე. ერთი გრიგოლეთის გრიგოლეთი რიკოთის გარეთ არის. არა, როგორ არის რიკოთის გარეთ, თუ ამ გზის ნაწილია. გზა ვერ დაამთავრეს. რიკოთი გავახსენებ, რომ ის ადგილი ისევ ტირის. ისევ ტირის, ანუ იმ მთას ვერ უშველეს. ბეტონში ჩასვეს მთელი მთა, ერთი მთა არის ბეტონში ჩასმული, ოღონდ ტირის მაინც, ანუ არ ეშველა. ღმერთმა უწყის რა მოხდება, ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ იქ კიდე რამე მოხდეს, მაგრამ არ არის ის დამთავრებული. იქ პრობლემაა. შეგახსენებ, რომ ის ადამიანი, რომელიც ამაზე ლაპარაკობდა, ქვეყნიდან არის ახლა გაქცეული. ის ცნობილი მეცნიერი ქალბატონი, სახელდაგვარი ბოჯს ამავიწყდა, ილიას უნივერსიტეტიდან, ქვეყნიდან წავიდა, ქალბატონი თეაგოგოლად. ქვეყნიდან წავიდა, იმიტომ რომ 1000 ხერხით დევნიდან, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობდა. რომ უბრალოდ შეიძლება ჩამოიშალოს. ამაზე მეუბნები რომ რამე რთულს ააშენებენ, ხალხს რო ეს მოდეს სპორტის მშენებლობა ეს არ არის, უბრალოდ რაღაცა ანძების დაკედება. აზბეკში იმას აშენებენ 9 კილომეტრიან გვირაბს. რამდენი ხანი აშენებენ? 20. რამდენი ხანი აშენებენ? მე კაი, რომ შენ ასაკში ისე ინარჩუნებ სურვილს იოცნებო რაღაცაზე, ამას ვაფასებ როგორც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დიდი მოყვარული. მე ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ კიდევ უფრო ძალიან მიყვარს ფენტეზი. აი ტოლკიენი მაგალითად რაღაცა ბრენდონ სანდერსონი და ასე შემდეგ. აი ეს ჟანრი ანუ ტროლები უფრო არსებობენ, გნომები და ჰობიტები, ვიდრე ივანიშვილი დაამთავრებს რომელიმე პროექტის მშენებლობას, ან მithumetes ანაკლის სპორტს ააშენებს. სერიოზულად რო თქვა კიდევ ერთხელ მეორე, აქ არის ლაპარაკი პანამაქს, პოსტ პანამაქსის გემების მიღებაზე, ანუ ეს არის რაღაც გიგანტური გემი, რომელიც ფოთში უბრალოდ ძალიან შორს დგება.
იგება წყალში, იმიტომ რომ იმის აკვატორი, იმის სიღრმე დაღრმავება ფოთსპორტს არ აქვს. დაღრმავება უნდა მოხდეს ძალიან მაღალ დონეზე, შემდეგ უნდა მოხდეს ამის გამაგრება და შემდეგ ყოველწლიურად რამოდენიმე ასეული მილიონი ჯდება ექსპლუატაცია, რომ ზღვა ეს და ისევ მოაქვს ეს ქვიშა და ამოვსების საშუალება დგება და ყველა წელს ამას უნდა გაწმენდა. ანუ შენ წარმოგიდგენია ქართული ოცნება ერთ წუთს წარმოიდგინე, რა ქარსელაძე თუ გინდა რა ქვია ეს უმავიტო ქლივიშვილი, აი ეს ხალხი წარმოიდგინე ერთ მხარეს, ეს ხალხი მეორე მხარეს წარმოიდგინე აი ეგეთი რთული ამბავია, აი ესეთი რთული სამუშაო, რომელიც არის ერთი რომ უნდა ააშენო ამ ხელა რაღაცა და მე ამას ექსპლუატაცია გაუწიო. იქამდე რკინიგზა უნდა მიიყვანო. შეხედა პორტმა რომ ოპერირება სრულფასოვნად საკონტეინერო გზასაც მიიყვანო და გზასაც უწევს. ხო და მივალ რა მანდ გეხოცები რა, როგორ შეიძლება რკინიგზა საშენებაზე სერიოზულად ლაპარაკობდეს ხალხი, რომელსაც 5 წელი რკინიგზის დირექტორად ყავდათ ტიპი, თავის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, ანუ მთელი მენეჯმენტი რკინიგზას ჯართად ჭრიდა. და აბარებდა ჯართად ყიდიდა ტიპმა გაყიდა ჯართად რკინიგზა ანუ 10 წელზე მეტია 15 წელზე მეტია თბილისი ყარსის მონაკვეთი ვერ დააკავ ახალციხიდან ყარსამდე რკინიგზა ვერ დააკავშირეს თურქეთის რკინიგზას ვერ დააკავშირეს ამდენი ხანი და ამ ხალხზე მეუბნები რომ რკინიგზას მიიყვანენ უმაღლეს დონეზე მოდერნიზაციას გავკეთებენ და რკინიგზას მიიყვანენ რა ვიცი აზერბაიჯანს დაუკავშირებენ და მიიყვანენ ანაკლის სპორტში მეტარ არიან მორწმუნენი სახარებას და ბიბლიას დავესესხები. გაცილებით მარტივია, პორტის აშენება. შეხედე, პორტის აშენება ხო რთულია. მეორე არის რომ რატო ენდობ, ვინ ენდობა ამ ქვეყანაში? ანუ შეხედეთ 5 წლის მანძილზე რკინიგზას მართავდა კაცი, რომელმაც რამოდენიმე ასეული მილიონი მოპარა საქართველოს ბიუჯეტს, ისე რომ რკინიგზა დაჭრა ჯართად. ჯართად დაჭრა. ეხლა შეხედე, ის კაცი რომელიც კვირებდა მას, ანუ ვინც იყო პასუხისმგებელი, რომ ამას ეს არ ეკადრა. ეს არ ეკადრებინა უბრალოდ რკინიგზა რო არ დაეჭრა ჯართად, ამისთვის თავზე დაასვეს სამეთულყორო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე. აი, ცნობილი კოკა გუნცაძე, ქართული ოცნების ცნობილი კოკა გუნცაძე. თავზე დაასვეს ამას. კოკა გუნცაძე ეხაც ხელფასს იღებს, როგორც სამეთულყორო საბჭოს თავმჯდომარე. ერთადერთი ფუნქცია აქვს. წელიწადში რამოდენიმეჯერ აუდიტის ანგარიში მოისმინოს კომპანიის შესახებ და აკონტროლოს, რომ კომპანიის მენეჯმენტი სწორად მართავს. ეს ტიპი არ გაუშვიათ. ის დირექტორი დაიჭირეს საწყალი თუ გაიქცა თუ რაც არის, მაგრამ კოკა გუნცაძე არც არ გაუშვიათ. ანუ რა გაძლევს იმის განცდას, რომ უბრალოდ შემდეგი დირექტორი კაი ტიპი იქნება? ანუ მისი მაკონტროლებელი იგივე ხალხი რჩება. კოკა გუნცაძე ისევ რჩება მის მაკონტროლებლად, ანუ კრიმინალის მაყურებელი 5 წელი კრიმინალს უყურებდა. ვინმე ჯერა რომ ამ კაცმა ვერ და როგორ შეიძლება რომ ვერ დაინახო 5 წელი ასობით მილიონი რო იპარება. როგორ შეიძლება რომ ერთ აუდიტის ანგარიში ვერ დაინახო? მით უმეტეს როდესაც აუდიტის ანგარიშები ამაზე იწერებოდა სახელმწიფო აუდიტის. ეს კაცი არ რეაგირებდა. ეხა ისევ დირექტორია და ის გააკეთებს კაი რკინიგზას ანაკლიამდე. სერიოზულად ლაპარაკობთ ამაზე? ანუ წარმოუდგენელი ტყუილია, ეს არის ტყუილი და ტყუილი. ანაკლიას ჰქონდა ერთადერთი შანსი, აგერ დღეს გრიგოლ გეგელიას ჰქონდა ბრიფინგი სწორ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე და ქართულს ესე რომ გამოდიოდა, იმედს უყურებდი და ანტიქართული განცხადება სუვერენიტეტზე ლაპარაკობსო. სუვერენიტეტი ხელყო, რო თქვაო, რომ ეს რეგიონული პროექტი უნდა იყოსო. სუვერენიტეტი ხელყო, ხვდები იდიოტიზმის, აი გაუნათლებლობის. ჩვენი იდეა არის, აი ახალი იდეა გამომდინარე დღესაც მიმაჩნია, ჩემ პირად მოსაზრებას ვეთქვი, მე რა, რომ დღესაც მიმაჩნია, რომ იმ მოდელით, რა მოდელითაც ანაკლის კონსორციუმი აშენებდა ამ პროექტს. არის ყველაზე სწორი მოდელი პორტის ასაშენებლად საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, კიდევ ერთხელ მეორე ვინც ვერ წუდება ამ ხელა პროექტს, თუმცა საქართველო არის ქვეყანა, სადაც წარმატებული კერძო სექტორი არსებობდა, მაშინაც და ეხლაც არსებობს და მას აქვს იმის უნარი, რომ მოიზიდოს ფული და ეს გააკეთოს და მგონია, რომ ანაკლის კონსორციუმი სწორი მოდელით აშენებდა. მაგრამ ამის მიუხედავად ეს ჩემ პირად მოსაზრებაა, ვითვალისწინებ იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ რეგიონშია და ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა არის შეერთებული შტატების მიერ დამყარებული მშვიდობა ჩვენ ორ მეზობელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, სავაჭრო შესაძლებლობები, რომელთაც აი ჩინეთი და სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა დაიტვირთოს შეერთებული შტატების მიერ, რომლის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო. საქართველო და ანაკლის სპორტი მართლა არის კარიბჭე ევროპის კარიბჭეა. შენიდია იყო ხო ტრამპის დავარქვათო პროექტია თუ რა. ტრამპის პროექტი დავარქვა თუ გინდა, მაგრამ ის პრინციპი რომ ეს რეგიონული პროექტი უნდა იყოს, ანუ ერთი პასუხისმგებლობის განაწილება ჩვენს მეზობლებთან. მეორე
მართლა ხანგრძლივი მშვიდობის საკითხი, რომ საქართველოში ანაკლიის სპორტს მართლა ეს რაღაც ზღაპრებში კი არ იქნება ოდესღაც მამიკო აშენდება შვილები რომ მამები რო შვილებს მოუყვებით. არამედ რეალობა რო იყოს ამას, იმიტომ კი რომ რა შეშეს არის სუვერენიტეტი. რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობს ქართული ოცნება? უბრალოდ ვამბობთ, რომ თავი არა გაქვთ. თავი არა გაქვთ, რომ ააშენოთ ეს სპორტი. შეუძლებელია კორუფცია ჩადაახჭობს ამას და უბრალოდ შესაბამისი ცოდნა, განათლება და კომპეტენცია არ გაგაჩნიათ, რომ ეს სპორტი ააშენოს. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო დიდი კონგლომერატი, სამი ქვეყანა, ამის უკან შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ამის უკან საფონდო ბირჟა და ის თანხები, რომლებიც მოძიდული უნდა იყოს კერძო სექტორიდან და ეს არის გარანტია იმისა, რომ ერთი ეს იქნება საერთაშორისო ძლიერი პროექტი, მეორე ამ პროექტს ექნება უსაფრთხოების გარანტია შეერთებული შტატების მხრიდან და მესამე ეს პროექტი იქნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მართლა მშვიდობის გარანტორი, იმიტომ რომ ეს იქნება რეგიონული მასშტაბის დამაკავშირებელი კარიბჭე მთელი ცენტრალური აზიისა და ჩინეთისთვის ევროპაში. აი ეს არის ჩვენი იდეა. რამდენიმე ქვეყანა მააშენოს თავს. კი, ამ შემთხვევაში კავკასიის სამა ქვეყანა ამერიკის მხარდაჭერით და ძალიან დიდი კერძო ინვესტიციის მონაწილეობით. არავითარი ლენდლორდი და დამქირავებელი და დამბადებელი მაგას არჯობია რომ ჩვენი იყოს სპორტი ვიდრე სხვებთან გავინაწილოთ. არა შენდება თქო მაგას რომ ჩვენი იყოს იმას მონოპოლიას ხო ვთამაშობთ მონოპოლი საერთოდ ჯობია რომ რავი ჩემი იყოს მთელი ის დოუ ჯონსის ბირჟა. მე მინდა რომ საქართველოსი იყოს. მე მინდა რომ საქართველოში ოპერირებს ნასდაკის დონის საფონდო ბირჟა და მინდა რომ საქართველოში ზერო ამოდის და ფონდის საფონდო ბირჟა ერთება ყოველ დღიურად მდიდრდებოდეს ქართული სახელმწიფო, მაგრამ მე რომ მინდა ეგრე სად არის ხო? მაგაზე ხო არ არის დამოკიდებული. რეალისტური რა არის და რეალისტური ეს არ არის. ეს ტყუილია ხალხო. ამას გატყუებდა როგორც გუშინ გატყუებდათ ეს ხალხი, ეს ქოცები, ეს მინისტრები, ეს მოადგილეები, ეს პრემიერ-მინისტრები, როგორც გუშინ გატყუებდა რომ აი 3 წუთიდან ჩადო ვაშენებ. აი ჩინელი შემოვიდა, აი ხელი მოვაწევ. როგორც ამას გატყუებდა, როგორც აი უტიფრად სახეში გიყურებდა და გატყუებდა. ჩვენ მინდა რომ არ გამოვიდა, არ გამოვა, არავინ არ ჩაუდებს, ჩინეთს არ აწყობს აქ მარტო ფულის ჩადება. ჩინეთს ჭირდება ეს კარიბჭე, რა თქმა უნდა ჭირდება. უსაფრთხო შუადერეფანია და გამტარია. რა თქმა უნდა ჭირდება, მაგრამ არ შევა არავისთან დაპირისპირებაში. რა უნდა აქ, რატო უნდა ჩადოს? ქოცია ხელისუფლებაში. მე რა, ჩინელები ყველაზე პრაგმატული ხალხი არიან. ჩვენ მართლა რაღაცა ზღაპრებს უყურებიან ჩვენზე რომ ჩინელები ჩინეთთან ურთიერთობა არის დღეს აქსიომური მოცემულობა. აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ უდიდესი ბაზარია ქართული პროდუქციისთვის და ჩინური ტვირთების გატარება საქართველოზე ევროპაში მიმავალი ეს არის ცენტრალური საკითხი ჩვენთვის. ამიტომ ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ოღონდ არავითარ სრული არ აქვს, რომ ექსპორტი გამოვიტანოთ იქაური პოლიტიკური წყობის. აი ეს არ მინდა, ყველაზე ნაკლებად რაც მინდა პოლიტიკური წყობაა ჩინური და ეს პოლიტიკური გავლენა. ეს არ მინდა, მაგრამ ამის მიღება ჩინელები პრაგმატული ხალხია. ჩინელებმა იციან რომ არ ღირს ამათთან პარტნიორობა, არ ღირს ამათთან 51-59%-ზე პარტნიორობაში შესვლა, იმიტომ რომ გადამგდებები არიან, პათოლოგიური მატყუარები არიან. ანუ ჩინელებმა რა შენ გონი არ იციან? ჩინეთის ელჩმა ეხა შენ გონი არ გიყურებს? ან ხვალ არ მიუტანენ, მე რა ვილაპარაკე ჩინეთის ელჩზე, დარწმუნებული ყავ რომ მიუტანენ. და ჩინეთის ელჩმა შენ გონი არ იცის, რომ ესენი არასტაბილური ხალხია. რომ ესენი ბოროტად იყენებენ ჩინეთის სახელს და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას სუფთა პროპაგანდისტული მიზნებით, თორე რეალურად იმის უკან არაფერი არა. მართლა ვაჭრობას კი არ აშენებს. კატასტროფული სავაჭრო ბალანსი გვაქვს ჩინეთთან. კატასტროფული. ვინმე ზრუნავს ამის გამოსწორებაზე? არ ზრუნავს. ჩინეთიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიცია 2025 წელს იცი რამდენი იყო? 36-37 მილიონი დოლარი. აი ხო წარმოგიდგენია 37 მილიონი დოლარი ჩინური მასშტაბისთვის რას ნიშნავს? არაფერი არ არის. 10 თეთრიც არ არის. და ამ ინვესტიციაზე ვლაპარაკობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობაა? არა, ტყუილია ეს. ამიტომ ამაში არ შემოდიან. კი გამოიყვანეს ეს ჩინეთის ელჩი, ის პატიოსანი კაცი და ალაპარაკეს, რომ ჩვენ კი დიდი წილი ჩემოვალთო და დიდი წილი შემოსვლა თუ გინდა და აგერ გაძლევდა ღარიბაშვილი 51%-ზე, აგეღო და შემოსულიყავი ოჯახაშენებულო. მაგრამ არ უნდა მარტო ამ თამაშის თამაში ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ არ იცის ქართული ოცნება ხვალ იქნება, ზეგარ იქნება. აი ეს პრინციპი არის. ეხლა აქ ერთი რამე მინდა დავამბო, ბოდიში არის თემა რომ ბოლომდე ამოვწუროთ. 50 მილიონ დოლარზე იყო დაახლოებით ლაპარაკი ტვირთების გარანტიაზე, როდესაც ანაკლიის კონსორციუმს უარი უთხრეს კონტრაქტი გაუწყვეტეს და დაასაბარეს ის პროექტი. და ეხა 200 თუნდაც 250 მილიონს გადაიხდის, ან 600 მილიონს გადაიხდის სპორტის მშენებლობაში. 30 მილიონი რომ უნდა დაეზღვია, სხვისი საკუთრება იყო და ეხა ეს ქვეყნის საკუთრება იქნება. რას ნიშნავს სხვისი საკუთრება? იმ კონტრაქტში იდეა საკუთრება უნდა დაეზღვია. ეხა იქნება ქვეყნის საკუთრება, რომ თელ ბიზნეს და კომერციული კონსორციუმი იღებდა თავის თავზე, მე რა, აი მარტივად რო ახსნათ მაყურებლისთვის.
და მაშინ დაზღვევა რა ანაკლის კონსორციუმი ამბობდა რას? კეთხვი რას უშეერდებოდა. ანაკლის კონსორციუმი ამბობდა, ასეთი იყო BOT მოდელი ქვია ამას. რას ამბობდა? რომ მე გავუწევ, ამას ავაშენებ, დავაკონტრაქტებ ოპერატორ კომპანიას, დავაკონტრაქტებ ტვირთებს, ავაწყობ თელ ბიზნესს, რამოდენიმე წელი მე ეს ყველაფერი მექნება და შემდეგ გამზადებულს გადავცემ სახელმწიფოს. აი ეს იყო ამ პროექტის მიზანი. რატო ჭირდებოდა 50 მილიონიანი გარანტია? იმისთვის რომ მიიღოს სხვადასხვა ტიპის დაფინანსება შეერთებული შტატებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, აზიის ქვეყნებიდან. გარანტია ჭირდებოდა იმას, რომ ნახევარის გარანტორი იყო ევროკავშირი, მერა ევროკავშირი იყო, ევროკავშირი ამბობდა რომ ნახევარი ის გარანტიები რაც ჭირდებათ აი ამ ბანკებში და ამ ინვესტორებთან. მე ჩავდებ ნახევარს და ვიტყვი რომ მე ვარ გარანტორი და ნახევარი ამ გარანტიების ტვირთები აუცილებლად იქნება და მეორე იყო სახელმწიფო. და სახელმწიფო ამაზე უარი თქვა და დღეს ამბობს რას? რომ მინიმუმ 600 მილიონი და მაქსიმუმ მილიარდი უნდა დახარჯოს. მილიარდი დაждდება ბოლოს. აი რატო? იმიტომ რომ კორუფცია იქნება, იმიტომ რომ ამ პორტის პირველი წლები ლენდლორდი ქართული ოცნება ვერაფერს ვერ გააკირავებს და ვერც ერთ ოპერატორს ვერ შემოიყვანს. ოპერირების ხარჯები შეეტენება და პირველი წლების ექსპლუატაცია აი ეს ასეულობით მილიონი დოლარი რომელიც სჭირდება მის გაწმენდას ეს შეეტენება 200 მილიონი კი არა 600 მილიონი კი არა მილიარდამდეა ეგ ხარჯები ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ რამე იქ მოხდა და გარანტირებულად გეუბნები რომ სანამ ესენი ხელისუფლებაში არიან იქ არაფერი არ იქნება ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში ძლიერი საქართველოს იქნება იმის გარანტორი რომ აი ეს კარიბჭე ევროკავშირის და ევროპის გაიხსნას და მართლა ერთ თაობაში მე ერთადერთი შანსი გვაქვს, მართლა მეტი შანსი ეკონომიკურად საქართველოს არ აქვს. ერთადერთი შანსი გვაქვს ამ პორტის სამუშაოების რკინიგზის მოდერნიზაციის და პოლიტიკურად აი შუა აზიის და კავკასიის დაკავშირების იმისთვის რომ საქართველო გამდიდრდეს და ჩვენი მოქალაქეები ერთ თაობაში გამდიდრდნენ. მეტი შანსი არ აქვს. მეტი შანსი ნიშნავს რომ დავრჩებით ღარიბი სახელმწიფო.